ახალგაზრდებს მაშინ ექნება როცა გარემო იქნება პოპულარისტი. ეს სამწუხაროდ დაკვეთა პირდაპირ მომდის კურსში გოსზაკას. ანუ იქიდან გოსზაკას. საბჭოთა კავშირი იყო. გოს პლანი იყო და გოს სნაბი იყო და იმან ვერ გააკეთა ეს. მეცაც ვიტყვი. იმ დროს გოს პლანი ხო გვერდზე მეჭდა სხვათა შორის ისა ქვია. სამხატვრო აკადემიის რექტორი და ანუ რაღაც არქიტექტურის პროგრამაზე მიგებაზე ჩამოვარდა ლაპარაკი და მე დავფიქრდი ხა ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი რო იქნება, ანუ არქიტექტურის ფაკულტეტი, რომელიც 100 წელია, ტექნიკურ უნივერსიტეტში არის 100 წელია, სამხატვრო აკადემიაში სად იქნება? მე ხა ეთიმაკო ტექნიკურ უნივერსიტეტში იქნება, მაგრამ ანუ ეს 100 წლიანი ტრადიცია უნდა დაიშალოს, ხო ხა? შემზე კარგად შეიძლება ბევრს ახსოვდეს, მაგრამ ახალგაზრდებს შეიძლება ესე წარმოედგინათ, რომ სამთა კავშირის პირობებშიც კი ქალაქ თბილისში იყო ფაკულტეტების არჩევა. წირი, მაგრამ არჩევა. ანუ არქიტექტურა თქვი, არც ნიადამცოდნეობა თესეულშიც იყო, აგრარულ უნივერსიტეტშიც იყო. უცხოენების ლიტერატურა, ენათმეცნიერება, უცხოენების ინსტიტუტშიც იყო, თესეულშიც იყო. ბევრი ესეთი არ იყო, ცოტა ესეთი ხელოვნებათმცოდნეობა ერთზემეთში იყო. ხა ეს შეიძლება კარგად გავიხსენოთ და ჩამოვყვეთ, მაგრამ ესე არ იყო ერთი ქალაქი და ერთი ფაკულტეტი. ხო, მაშინაც კი არჩევანი იყო. საბჭოთა ტოტალიტარულ საგანმანათლებლო სისტემაში ერთი ქალაქის პირობებში. მაშინ როცა პროგრამა არ ვიცი, სად უნდა დაგემტკიცებინა, ალბათ წკრენში უნდა დაგემტკიცებინა, რომ რაღაცა პროგრამა ქონოდა. უნდა დაგეწუნებინა გოსპლანი და გოსნაბი თუ რა ვიცი, რაც კიდე ეგეთი ინსტანციები და ამ პირობებშიც კი ეს იყო. ეხლა აი არაგეგმიური ეკონომიკის პირობებში, თავისუფალი ბაზრის პირობებში, განვითარების პირობებში არსებული ტექნოლოგიების კვალობაზე ეს როგორ უნდა გამოვიცნო, ხო? შეუძლებელი.